28 აგვისტოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სიონის ღვთისმშობლის ხატს საზეიმო ლიტანიობით გურჯაანში ჩამოაბრძანებენ და სამუდამო ბინას მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში დაიდებს. ჩვენი სტუმარია ამ ტაძრის წინამძღვარი მამაოჟა სონღულაშვილი. მამაოჟა, დაგვლოცეთ, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავლოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. გვიახლოვდება მარიამობის დღესასწაული, რატომ არის ეს დღე მართლმადიდებელი ეკლესიაში გამორჩეული და განსაკუთრებული და როგორ გაჩნდა იდეა, რომ სიონის ღვთისმშობლის ხატი დაწერილი იყო და დაბრძანებული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა ღვთისმადლით მოგვიახლოვდა დიდი დღესასწაულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება მარიამობა. საინტერესო არის რა, რომ როგორ შეიძლება რომ მიძინება, ანუ გარდაცვალება იყოს დღესასწაული, მაგრამ ერთგვარი სწავლება ამ დღესასწაულის სადღესასწაულოდ აღნიშნავს, რომ გარდაცვალება ნამდვილად ქრისტიანის არის დღესასწაული, იმიტომ რომ შენ ხვდები ჩვენთვის განკაცებულ და ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგომილ ღმერთს. და ამიტომ აი ღვთისმშობლის მიძინებაც აღინიშნება ის როგორც დღესასწაული. და ჩვენ ერთმანეთს ულოცავთ და თანაც იცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის თითოეული ჩვენგანის მეოხი და მფარველი და განსაკუთრებულად საქართველოს და ქართველი ადამიანისთვის, იმით რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო და განსაკუთრებული დიდი პატივს მიაგებს ღვთისმშობელს და ქართველი კაცმა ისე შეიყვარა ღვთისმშობელი, რომ თუ საიდმე რამე დღესასწაულია ღვთისმშობლისა, ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, რაც მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სიონის ღვთისმშობლის ხატი დაიწერა ჩვენი მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრისთვის. მრევლის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა, ძალიან დიდებული ხატი არის და მისი ორიგინალი არის სიონის საპატრიარქო ტაძარში. ჩვენ ეს ხატი უკვე ამ საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული ერთი კვირის მანძილზე. ჩვენ ხუთშაბათს 27 აგვისტოს დილის 9 საათზე შევასრულებთ სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას. წირვის შემდეგ სიონის ღვთისმშობლის ხატთან შევასრულებთ და ჩვენ ხატთან უკვე დაწერილ ასლთან ესე ვთქვათ შევასრულებთ პარაკლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიდან ვითხოვთ შემწეობას და მფარველობას, რა თქმა უნდა მის უწმინდესობასთან, აც გარდაცვლილთან პატრიარქთან ილია მეორესთან ერთ შევასრულებთ მცირე პანაშვიდს და შემდეგ ეს ხატი საზეიმოდ ესე ვთქვათ დედაქალაქს შემოუვლის და დაბრძანება ავჭალაში იოანე ნათლისმცემლის ზედათა მონასტერში. ერთი ღამე გაჩერდება მარიამობას წირვას იქ იქნება ეს ხატი და წირვის შემდეგ წამობრძანდება ესე ვთქვათ აი ვცდილობთ რომ საზეიმო და მთელი საქართველოს შევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და სიონის ღვთისმშობელს მის უწმინდესობას აც გარდაცვლის ძალიან უყვარდა ეს ხატი და ყოველ სამშაბათს პარაკლისს აღასრულებდა და ავედრებდა საქართველოს და ქართველ ერს და 28-ში უკვე წირვის შემდეგ ავჭალიდან ეს ხატი ამ ხატს ჩვენი სტიქაროსნები წამოაბრძანებენ გომბორის უღელტეხილით და ჩამობრძანდება გურჯაანში. ეს ჩამობრძანების ეს პირველი ლოკაცია იქნება მთავარი ქუჩის ბოლოში, რომ არის სკვერი ეგრეთ წოდებული ბებოსბახთან 3 საათზე. მთელი ესე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ გურჯაანი უნდა დავხვდეთ ამ დიდებულ და მადლიან ხატს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სათანადო პატევი უნდა მივაგოთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ვისარგებლო თქვენი ეთერით და ჩვენს გურჯაანის მუნიციპალიტეტს, მერიას ბატონ გიორგის და ყველას თანამშრომლებს, იმიტომ რომ ძალიან გვეთანამშრომლებიან, რაც თუ რამეზე მისულვართ, ყოველთვის მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობაზე და ამჯერადაც ღვთისმადლით ესენიც ერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ერთობლივი ღონისძიებით მთავარ ქუჩაზე და მთავარ ანგელოზამდე ერთად გადავაბრძანებთ ძალიან დიდი ზარზეიმით, დროშებით და გალობით. ასე რომ ძალიან დიდი და მადლიანი დღე გველის გურჯაანის ეპარქიას. ჩვენ შეგვეძლო რომ იქვე მთავარ ანგელოზთან დახვედრა მოგვეწყო, მაგრამ ჩვენ გზა დავაშორეთ და ეს ლიტანიობა და გზის დაშორება ეძღვნება იცით რომ 2026 წელი არის საიუბილეო წელი, 1700 წელი არის ქართლის გაქრისტიანებიდან და სწორედ აი ამას ეძღვნება ეს ლიტანიობა ღვთისმშობელის ხატი წაგვიძღება წინ. სასურველი იქნება რომ ეროვნული სამოსით ლამაზად ყველა ესე ვთქვათ ჩოხებით, ჩოხა-ახალუხით, ეროვნული ქართული კაბით, ახალგაზრდები და ყველა ვისაც სურვილი აქვს და ვისაც აქვს საშუალება, ყველა გამოეწყოს და მე ვფიქრობ რომ უნდა ყველა დავხვდეთ დედა ღვთისმშობელს და სათანადო პატივი და ჩვენ აქვე ვიგრძნობ ძალიან დიდ მადლს და წყალობას და ლოცვა კურთხებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან. დიახ. მამაოჟა, პატრიარქს ილია მეორეს რომ უყვარდა ასე სიონის ღვთისმშობლის ხატი, სწორედ ამიტომ გადაწყვეტეთ მის საპატივსაცემოთ რომ დაწერილი. საოცარია, ზოგადად იცით ღვთის განგებულების გარეშე არაფერი არ ხდება. ერთით მის ღერიც არ ჩამოვარდება ღვთის განგებულების გარეშე და
მოდით მე გეტყვით ეს მცირე ისტორიას, შეძლები ზაგვარად, რომ ძალიან მოკლედ, რომ აი დედაქალაქში რომ იყო ცოტა აპირისპირება რამოდენიმე წლის წინ რუსთაველზე, აი აქედან მოხდა ესეთი ამ სიონის ღვთისმშობლის ესე ვთქვათ ლიტანიობის იდეა, მაგრამ ამ დროს ხატი არ ქონდა, აი საოცრება ეგ არის. ამ დროს ხატი იდეაშიც არ იყო ხატის დაწერა ჯერ და საოცრება ანუ ეს ისეთი განსასწრელი იყო საქართველოსთვის, რომ გაჩნდა სურვილი, რომ აი ეს ხატი იქნება მოხდეს და ცოტა ხანი გაჩერდა ეს ყველაფერი და მე მოდის ერთი ჩვენი მრევლთაგანი დედა, რომელსაც შვილი ყავს გარდაცვლილი და დაქვრივებული არის და მეუბნება ასეთ რამეს, რომ მამაო თუ შეიძლება ერთი დრო გამომიყავით, რაღაც რამოდენიმე წუთი და მინდა ძალიან გულით სიონის ღვთისმშობელი დავაწერინო. აი საოცრება რაღაცა, ერთმა ქვრივმა დედაკაცმა შეძლო ეს ყველაფერი, რომ დააწერინა სიონი ჩვენმა მრევლში არის სიონის ღვთისმშობლის ხატი და ესე საზეიმო და ბოლოს ესე გახდა მიზეზი, რომ ესე საზეიმო წამობრძანდება და რა თქმა უნდა, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ისი უწმინდესობის და უნტარესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევაც გამოჰყვება ამ ხატს და გურჯაანში ჩამოვიტან ძალიან დიდ მადლს და წყალობას და სიხარულს. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ასევე დაბრძანებული არის ღვთისმშობლის წაფშემსმენელი ხატიც, ხო მამაო? დიახ, რა 2024 წელს ჩვენ ღვთისმშობლის წაფშემსმენელი ხატი მოვაბრძანეთ და იგივე ზომისა იქნება, აქეთ მხარეს ამბიონის მეორე მხარეს იქნება ეს სიონის ღვთისმშობელი და იქაც რა თქმა უნდა მთავარანგელოზის ესე ვთქვათ მისასვლელთან იქაც უდიდესი დახვედრა მოვაწყეთ 2 წლის წინ ძალიან დიდი ზეიმი და ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა მთავარანგელოზის ტაძრამდე. მე იმედი მაქვს, რომ აი დღესაც, ახლა 28 აგვისტოსაც ძალიან დიდი ზეიმით და დიდი სიხარულით იქნება ამ ხატის მობრძანება და ძალიან დიდი მადლი იქნება. დედა ღვთისმშობელი განსაკუთრებული მეოხი და მფარველია ქართველი ერისა და საქართველოს. და ბოლოს რას ურჩევთ მორწმუნეებს, მრევლს, როგორ იზეიმონ მარიამობის დღესასწაული? ალბათ ბევრს შეიძლება გაგიკვირდეთ, მე ჩემო მოძღვარმა ესე იცის ხოლმე მარხვის ყოველ პერიოდში ყველას მოუწოდებს ხოლმე რომ ვისაც არ დაგიწყიათ მარხვა დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. მე აი 2 დღეა დარჩენილი და აი დღესაც ვიტყვი ყველას და ვისაც არ დაგიწყიათ მარხვა დღეიდან შეიძლება მარიამობის მარხვა დაიწყო. ის 2 დღეც კი თუ დღეს თქვენ გადაწყვეტავთ ესე ვთქვათ მარხვის დაწყას და შეგნებულად და გააზრებულად და ეკლესიამდე მიგიყვანთ აი ეს 2 დღიანი მარხვა ეს უკვე შედეგი იქნება და შემდეგ რა თქმა უნდა ეს 2 დღიანი მარხვაც თავისებურად თავისთავად მოგამზადებს ღვთისმშობლის ხატის დასახვედრადაც და ძალიან დიდი მადლი იქნება. წარმოვიდგინეთ ახლა მთელი ცხოვრება რო ცელქობდე შვილი და ბოლო წუთებში რო შენ მშობელს დახმარებას თხოვო, ხო? ბოლო 2 დღეა და 2 წუთია, 2 საათია დარჩენილი. მშობელი უპირობოდ ძალიან დიდი სიყვარულით, ენთუზიაზმით და ძალით გამოემართება შენსკენ და შენს დასახმარებლად. ესე არის ჩვენს მიმართ დიდი მოწყალე ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ აი ბოლო წუთას და წამებში და ბოლო დღესაც კი მე-11 ჟამის მუშაკი ავიღოთ, ხო? იგივე საზღაური მის, აი ბოლო წუთას კი შემოbrunებული ავაზა კი ავიღოთ, ხო? ბოლო წუთას შეინანა და რამხელა დიდი მადლი და წყალობა და პირველი ის შევიდა ზეციურ სასუფეველში. ამიტომ ბოლო წუთასაც კი შემოbrunებული ადამიანი და ბოლო წუთასაც კი შედგომილი ქრისტეს მარხვას და მარიამობის მარხვას შემდგარი ადამიანი, მასეც იგივე მადლი მიუვა, რაც თავიდანვე დაიწყო მარხვა ადამიანმა. დიდი მადლობა მამაოჟა. მადლობა თქვენ და ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერ და მშვიდობიან მარიამობას და დღესასწაულს გისურვებთ.